რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური ჟურისტიების სახე და ამ ჟურისტიების ავტორი და დამკვეთი გახდა ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა კაიხანია უკვე მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით მათ შორის საჯაროდაც ეს ბევრს ნანახი გაქვთ, მაგრამ მე დღეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლებს. მე საქმე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან ეს ქვეყანაში, როგორც ადამიანთან, რომელიც ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და ძალადობს ჩვენ ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან დღეს საქართველოში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც მძევლად ყავს აყვანი იქ ქვეყანა, მთავარი ფასეულობა გახლავთ ფული და ძალაუფლება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის ერთად, რომ მან დაკარგოს ფულით და დაკარგოს ძალაუფლებაც. და მე ვირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნებით თქვენთან ერთად ყოველდღიურად და წინა ხაზზე. ეხლა რაც შეეხება იმ დღეს. იმ დღეს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მე გავხდით ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე და როდესაც დავბრუნდი სასტუმრო შერატონში, უკვე იქ დამხვდა, შესასვლელშივე დამხვდა რამოდენიმე ჯგუფად დაყოფილი, რამოდენიმე ჯგუფი ადამიანების, რომლებიც შესული არ ვიყავი, უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც რა თქმა უნდა მოხდა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით. სასტუმროს ლობი დაცლილი იყო საერთოდ ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს სტაფისგან, სასტუმროს თანამშრომლებისგან და მას შემდგომ, რაც მე ამ სასტუმროში შევედი და მას შემდგომ, რაც ეს რეაქცია მოვახდინე, უკვე აშკარა იყო, რომ ეს ადამიანები ცდილობდნენ ყველანაირად რაღაც უხერხულად მოძრაობდნენ, რომ შემეჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებული. ამის შემდგომ, რაც მე ვახდინე რეაქცია და მინდა მოსაუბრყო ქაღალდის ტიპით დარჩენილი ყავით გამომასწრებული, ასე რომ ვთქვა. ამის შემდგომ ისინი ჯგუფურად მე თავს დამესხდნენ, რის შემდეგაც როგორც მითხრეს იქიმებმა მეგონება დავკარგე და შემდგომ უკვე რა ხდებოდა, სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა და მე მადლობა მინდა გადაუხადო სასტრაფოს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ ვიყავ. ამ ყველაფრის მოყოლა მე მიწევს რატო? იმიტომ რომ დღეს როგორც მიდის გამოძიება და როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის შესაბამისად სამართლიანად გამოძიებას და ამაზე ჩვენ მიგვითითებს რამოდენიმე რამ. პირველი, გახლავთ რა თქმა უნდა ის რომ და ასევე იმაზე რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. რა თქმა უნდა ის რომ ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს, მე რასაც იღებდნენ ტელეფონით ეს აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად ფაქტია, რომ გაქრა საერთოდ კამერის ანაბეჭდები, რადიოხონკავერტზე ასახული და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა შერატონზე და მის მენეჯმენტზე, იმისთვის რომ ეს კამერები გამქრალიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაფრისა, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს, ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი, მოკლედ ყველაფერს. საბოლოო ჯამში მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების ან განმეძრალების მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები წინა ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია, ასე სახე ქართული ხალხის და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ, რომ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ. მადლობა.